მოგესალმებით მეგობრებო, მე ლადონაც უშვილო ვარ თქვენი ყოფილებით ჩემს არხზე და დღეს სტანდარტულ ვიდეოს შემოგთავაზებთ, სტანდარტულს გულისხმობ დამდეგი ივენთის შესახებ ვისაუბრებთ, გავარჩევთ ყველა ბრძოლას, საინტერესო ბრძოლებს ყოველ შემთხვევაში და შევეცდებით რაღაც პატარ-პატარა პროგნოზები გავაკეთოთ. თუ ვინმე ხართ ისეთი, ვისაც არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, გირჩევთ გამოიწეროთ, რა თქმა უნდა, თუ სიამოვნებთ ჩემი ვიდეოების ყურება და ჩემი მოსმენა, დააჭირეთ ღილას, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ შიშველი ვიდეოები რასაც ვდებ და ლაივები ცოტა საბოლოო დროს არ გამოგჩნდეთ და მუდმივად იყოთ ქრონოლოგიაში ამყვეთ. რა თქმა უნდა, დამდეგი ივენთი, რომელიც გაიმართება 12 ივლის ჩვენი დროით უკვე 12 ივლის გამთენიისას, არის წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ივენთი, ვინაიდან ვიცით რომ ბრუნდება კონორ მაკგრეგორი, ივენთს უმასპინძლებს ლას-ვეგასის T-Mobile Arena. თავი ბრძოლა იქნება კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოვეის შორის, თუმცა მანამდეც არის ბევრი ძალიან საინტერესო ბრძოლა. მთლიანად ივენთი უბრალოდ ასე ვთქვათ, ნაადრევ პრელიმინებსაც თუ ჩავთვლით იწყება პირველ საათზე, ჩვენი დროით ხომ პირველ საათზე, მაგრამ სეტადა სპორტის ეთერში ტრადიციულად ივენთი დაიწყება პრელიმ კარდი, გამწინასწარი კარდით, რომელიც იწყება 3 საათზე, თბილის 3 საათზე. პრელიმ კარდში მოგესალმებით 4 საინტერესო დაპირისპირება გვეძლება. ვაჭრობთ ძალიან ყველა ბრძოლა, უინტერესო ბრძოლები არ არის მერწმუნეთ, ყველა ბრძოლას აქვს თავისი ინტრიგა, თავისი რაღაცა ინტერესი. პირველი ბრძოლა პრემიერ კარდზე გვაქვს ინგლისელ ლუკ რაილისა და ამერიკელ კაი კამბანკას შორის. საინტერესო პროსპექტია სხვა ლუკ რაილი, რომელიც არის დაუმარცხებელი და უკვე რამოდენიმე ძალიან შთამბეჭდავი და ეფექტური გამარჯვება მოიპოვა. ბოლო ბრძოლაში ლუკ რაილიმ გადაწყვეტილებით ძლია მაიკლ ასველს, ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო, წყალში კარგად იბრძოლა ასველს, მაგრამ ლუკ რაილი ჯობდა. იქამდე ბოგდან გრადი გადამარცხა ძალიან ეფექტური ნოკაუტით. თუმცა მაინც ახალგაზრდაა, 27 წლისაა და პრინციპში ნელ-ნელა უძლიერებენ ოპოზიციას და ნახოთ როგორ გამოიჩენს თავს კაი კამბანკასთან. ბუკმეკერების აზრით სხვა შორის ფავორიტია და საკმაოდ უყეც ლუკ რაილი. მომდევნო ბრძოლაში გვეყოლება კოდი გარბრანტის და ადრიან იანის შორის დაპირისპირება და ამ ბრძოლაში ძალიან დიდი ფავორიტია ანდრია იანისი, რაც გასაგებისაა, ვიდრე კოდი გარბრანტი, გავგებარია ბოლო პერიოდში რაც აკეთებს, ხან წონებს იცვლის, ხან ადის, ჩადის და მე ვიყვით რომ ამასთან რა დიდი წარმატებით აკეთებს. ბოლოს ამ ბრძოლაში 2 მარცხი აქვს და თავის ბოლო ბრძოლაში მართალია მოიგო, მაგრამ მოიგო ვინმე ლონგ სიაოს, თუ ხთიაოს, არ ვიცი როგორ ხდება. შემდეგ იქნება ძალიან საინტერესო ბრძოლა, მძიმე ზონის ბრძოლა და მძიმე ზონაში ვიცით რომ ზოგადად კრიზისი გვაქვს, ვეძებთ ტალანტებს და ერთ-ერთი ასეთი, ასე ვთქვათ, მძიმე ზონის მაშველი შეიძლება გამოჩნდეს სწორედ ამ ბრძოლაში თავის ამ კარდზე თავის სადებიუტო ბრძოლას ვინც ჩაატარებს ის მებრძოლი, ჩვენთვის ძალიან კარგად ნასტობი გეიბლ სტივსონი. პარიზის ოლიმპიადა იყო, ხო, თუ რომელი პარიზის ოლიმპიადა იყო, მე მგონი, თუ ტოკიოში რომელი ოლიმპიადა იყო, სადაც ფაქტობრივად წინ აცალა ოქროს медали, შეგახსენებთ გენო პეტრიაშვილს, სწორედ აი ის ამერიკელი გეიბლ სტივსონი, რომელიც ახლა გადმოვიდა MMA-ში, ზოგადად MMA-ში მას დებიუტი უკვე ქონდა კაი ხანია, დებიუტი კი არა, 3 ბრძოლა ჩაატარა, 3-ე მოიგო, ვერ ვიტყვით რომ ძალიან რთულ მეტოქეებთანო, მაგრამ 3-0-ზე აქვს უკვე რეკორდი 26 წლისა და დებიუტი ექნება UFC-ში. UFC-ში ვერ ვიტყვით რომ სასწაული მეტოქე მისცესო. ოდიში ელაისა ელისონი, რომელსაც სულ 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული, 5 მოიგო და 2 მარცხი აქვს და UFC-ში ატარებს თავის მეორე ბრძოლას. ელისონი ვფიქრობ იმისთვის არის კარზე რომ დაამარცხოს მარტივად გეიბ და ეფექტურად გეიბ სტივსონმა, თუმცა ვიცით რომ ძალიან ხშირად ასე ამზადებენ, თითქოს შეუგდებენ ხორცად ხოლმე ასე მებრძოლებს, საინტერესო მებრძოლებს, ასე ვთქვათ, ნადავლებს, მაგრამ ძალიან ხშირად ნადავლე აღმოჩნდება ხოლმე მონადირი ასეთების ყოფილა არაერთხელ. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში გეიბ სტივსონმა უნდა დაამტკიცოს ის რომ მართლაც საინტერესო პროსპექტად მოვიდა UFC-ში. წესით და რიგით არ უნდა გაუჭირდეს ჩემი ასეთ სტივსონს, ვინაიდან ელაიჯა ელისონი აი როგორ მებრძოლია ცოტა 5 ბრძოლიდანაც ფინიშები რაც აქვს. ფინიშები პრინციპში ყველა
ყველა აქვს მიწაზე ორჯერ მოგუდა მეტოქეები, ორჯერაც ბოდიში არ მოგუდია, 4 ტექნიკური ნოკაუტი აქვს. კარიერაში პირიქით ის მოგუდეს, ვაჭრო ორჯერ მოგუდეს და ერთხელ ნოკაუტში გაუშვეს. აი თავის UFC-ს სადებიუტოში ბრანდო პერისიჩმა პირველი რაუნდში გატიჟა. თავისი გამარჯვებები აქვს პრინციპში ყველა მიწაზე. 1 აქვს საბმიშენი და 4 აქვს ტექნიკური ნოკაუტი. როგორ იცი, აი აქცია ზემოდან მოეცა და ground and pound-ით ზოგადად დააფინიშა. ამაშია ზუსტად მთელი ეშხი ამ მებრძოლის შერჩევის, რომ იმისთვის რომ მეტოქეს ძლიოს, ის უნდა წააქციოს მეტოქე და ამოშეს ზემოდან და გეიბ სტივსონთან, ოლიმპიურ ჩემპიონთან, რამდენად შესაძლებელია რომ ელაშა ელისონი ამოშეს, ელისონმა წააქციოს და ზემოდან ამოშეს, თავად განსაკუთრებით. მოკლედ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფავორიტია გეიბ სტივსონი. თუმცა ძალიან საინტერესოა ბრძოლა, უნდა ვნახოთ MMA-ში სამი ბრძოლა ქონია, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს მისი ბრძოლები და სწორედ პირდაპირ ეთერში უყურებთ. და ბოლო ბრძოლა რობერტ უიტეკერსა და ნიკიტა კრილოვს შორის. ეს ბრძოლა არის ქვემძიმე წონაში და სიმართლე გითხრათ, მე მგონია, რომ ქვემძიმე წონაში ასვლა რობერტ უიტეკერის ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში კრახით დასრულდება. მე არ ვამბობ, რომ ამ ბრძოლაშივე კრახით დასრულდება, შეიძლება ამ ბრძოლაში არ დასრულდეს კრახით, ხა ნიკიტა კრილოვი არ არის რაღაცა სასწაული ისეთი ტესტი, მაგრამ მთლიანობაში საბოლოო ჯამში რობერტ უიტეკერს ჩემი აზრით დაბრძანში აკრება და რაღაცა სერიოზულ წარმატებებზე აქვს. შეიძლება ფიქრობს, მაგრამ რეალურად ამ თავის ფიქრებს ხორცს ჩემი აზრით ვერ შეასხავს. ეს რაც შეეხებოდა პრელიმ კარდს, ახლა გადავედით თავარ კარდზე, რომელსაც გახსნის ძალიან საინტერესო ბრძოლა მსუბუქ წონაში, კინგ გრინი ან ბობი გრინი შეხვდა ტერენს მაკინის. მოდი ამ ბრძოლაზე ცოტა ვცლად ვისაუბროთ. კინგ გრინი არის საოცარი მებრძოლი, არის 39 წლის, შეიძლება 40 წლის გახდა კიდეც, მოდი ჩავხედოთ. რომელიც არ ეპუება ასაკს და საკმაოდ ინტენსიურად იბრძვის ამ ასაკში. არა, ჯერ 39-ის არის, სექტემბერში ხდება 40 წლის. და არის 3 მოგებიან სერიაზე, თავად განსაჯეთ. თან კი გასაგებია ბოლო ბრძოლაში, ძალიან გაცვეთილი და უკვე გაფუჭებული ჯერემი სტივენსი იბოგუდა, მაგრამ იქამდე ახალგაზრდა დენიელ ზელჰუბერი ფაქტობრივად კარიერა გაუფუჭა. ახალგაზრდა პროსპექტს, რომელზეც ძალიან ისე ხონჩით მოყავდათ და დიდ ავანსებს გასცემდნენ საფუძვლიანადაც. მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, იქამდე ჯობნიდა და მოკლედ არ ეპოება ასაკს ეს ადამიანი. მეტოქე ყავს ტერენს მაკინი, რომელიც ვიცით რომ პირველი რაუნდის შუა წელს თუ გადასდა როგორც წესი აგებს, ანუ საფრთხეს წარმოადგენს ტერენს მაკინი აუცილებლად პირველი რაუნდის პირველ ნახევარში. იმის შემდეგ ნახევარს თუ გადასდა და მეტოქე თუ ვერ დააფინიშა, როგორც წესი ის მეტოქები, ვისაც პირველი რაუნდის აი პირველ ნახევარში მაგრად ძემს ხოლმე და თითქმის ფინიშამდე მიყვანს, აი თითქმის თუ შედგა და თუ არ ვერ დაფინიშდა, როგორც წესი უბრუნდებიან და იქით დაფინიშებენ. ასე რომ თითქოს გამოცდილ ბობი გრინს არ აქვს ხართული ამოცანა, ხო, ამ ხელ გამოცდილების მებრძოლმა კიდევ შეძლოს და კიდევ გაძლოს, ხა ნახევარი რაუნდი რა გახდა, ხო, ბოლო იცით ამ ბისკუტები და როგორ მებრძოლები. წესით გამოცდილება უნდა ეყოს და კლასი ბობი გრინს რომ ეს უერიოს ამ ამოცანას, მაგრამ მე რატომღაც ცოტა მეჭვი მეპარება და მგონია რომ აი ეს სტარტზე ის ენერგეტიკა და ის სასწაული შტურმი, რაც იცის ხოლმე ტერენს მაკინიმ, მე მგონი მასაკში შესულ ბობი გრინს ამის შეჩერება გაუჭირდება ჩემი აზრით. თან რა არის იცით, ტერენს მაკინი თავადაც უნდა დააფინიშო მალევე. ბობი გრინი კარგი ხანია მალე ვეღარ აფინიშებს. ნუ მე არ გულისხმობ ისე და ისე ჯერემი სტივენს, რომელიც ნუ პირველი რაუნდის ბოლოს დააფინიშა ბობი გრინმა, მაგრამ როგორც წესი ისე სწრაფი ფინიშები ამ ბოლო პერიოდში ყოველთვის ბობი გრინს არ გამოდის. შესაბამისად აი თავად ბობი გრინი კი გასაგებია რომ ბოლოს ამ ბრძოლა აიგეს, მაგრამ იქამდე თავად ძალიან მალე პირველ რაუნდებში დაფინიშებოდა მაურიციო რუფიმაც დააფინიშა პირველ რაუნდში 2 წუთსა და 7 წამში და პედი პიმბლედმაც შეასწავლეს პირველ რაუნდში ძალიან მალევე სამკუთხედით მოგუდა. ასე რომ ვფიქრობ ტერენს მაკინიმ უნდა გაიმარჯვოს, ხაჭოს ბუკმეკერების აზრითაც ტერენს მაკინია ფავორიტი, თუმცა მცირე ფავორიტია, დიდი არა. მე ცოტა უფრო მსუყე ფავორიტად წარმოვიდგენია მაინც ტერენს მაკინი.
აი მომდევნო ბრძოლა არის ძალიან საინტერესო უბსუბუქეს ზონაში ბრენდონ როივალი ხდება ლონერ კავანას და გაგიგვირდებათ და მე-6 ნომერი თან ტოპ 10-ში არიან. ტოპ 10-ში კი არა, მე-4 არის ბრენდონ როივალი, მე-6 ლონერ კავანა და ტოპ 5-ში შევა ამ ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში. ხოჭო ის საკმაოდ სუპერ ფავორიტად ყავთ ბუკმეკერებს გამოყვანილი ლონერ კავანა. და არ ვიცი, რამდენად შეიძლება დავეთანხმოთ მათ. სიმართლე გითხრათ, მე ესე მარტივად ვერ ხედავ ლონერ კავანას პერსპექტივას ამ ბრძოლაში. ვიდრე კი ბრენდონ როივალმა ბოლო ორი ბრძოლა წააგო, მაგრამ წააგო ჯერ ერთი მანდელ კაპესთან და ჯოშუა ვონთან შესაძლოა სულაც პირველ და ამ წონის პირველ ორ ყველაზე ძლიერ მებრძოლთან შესაძლოა. ამბობ, ყოველ შემთხვევაში ჯოშუა ვანი ჩემპიონია და მანდელ კაპე რომელსაც იადრაკნა კი იცით, ორიგუჩი რომელიც მომდევნო ჩემპიონატი უისაზრებოდა გათიშა. ზოგადად მათთან მარცხი ხა დიდი ის არ არის, დიდ რეგრესს არ ნიშნავს. და იქამდე სხვადასხვა ტაცურო ტაირა დაჩაგრა კი სპლიტი წერია, მაგრამ იქ სასპლიტი არაფერი არ იყო, სხვაშორის რეალურად მაჩოპა ტაცურო ტავარა საშკარად, ტაირა საშკარად ბრენდონ როივალმა და მე არ მგონია რომ ლონერ კავანა არის მაშინდელ ტაცურო ტაირაზე უფრო მაღალ დონეზე ამჟამად. შეიძლება როდესაც გახდეს, მაგრამ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე უფრო გავათანაბრებ ეგ შანსებს ის კი რა. სადღაც მოდი პატარა ფავორიტად გავრისკავ და დავასახელებ ბრენდონ როივალს. ყოველ შემთხვევაში ვიდეო ხომ ამ ხედა ფავორიტად მე მგონი არასწორია ლონერ კავანას დასახელება. შემდეგი ბრძოლა კორი სანდჰეგენი სუპერბოლის ბრძოლაში მე-4 ნომერი კორი სანდჰეგენი ხდება მე-7 ნომერ მარიო ბაუტისტას. სხვათა შორის აქ გამიკვირდა და ბუკმეკერები კორი სანდჰეგენს ახასახელებენ ფავორიტად და გამიკვირდა იმიტომ რომ მე მეგონა მე და ბუკმეკერები ავსდებოდით ამ შემთხვევაში რომ მეც ფავორიტად მიმაჩნია კორი სანდჰეგენი. შეიძლება გაგიკვირდეთ რატომ იმაჩნია, მაგრამ მე ხარ კი ბოლო ბრძოლებში ქონდა კარგი ბრძოლები, რა თქმა უნდა, მარიო ბაუტისტას, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სტილისტურად მარიო ბაუტისტასთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უხერხული უნდა იყოს კორი სანდჰეგენი, რომელიც რატომ მოდი ახსნათ, მარიო ბაუტისტას აქვს ძალიან კარგი ფუტბოლი, ძალიან კარგად მოძრაობს ტემპში. მე ვფიქრობ, რომ კორი სანდჰეგენი არის მებრძოლი, რომელიც ყველაზე მეც მოძრაობს და ყველაზე გაუჩერებელია ამ დივიზიონში. ასე რომ ვფიქრობ ზუსტად აი მოძრაობით პრობლემებს შეუქმნის მარიო ბაუტისტას თან კორი სანდჰეგენს იმასაც კარგად აკეთებს, რასაც მარიო ბაუტისტა მუშაობს ხელებით, სტაბ დისტანციაზე გადაადგილებისასთან და თან პლუს კორი სანდჰეგენს ძალიან კარგად ეხერხება მარიო ბაუტისტაზე ბევრად კარგად არევა, სხვადასხვა კომპონენტების შერევა. და ვფიქრობ ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი და საბოლოო ჯამში არევით ამ უფრო მეტი უნივერსალობით ვფიქრობ კორი სანდჰეგენი დაამარცხებს მარიო ბაუტისტას. არ ვიცი ფინიში იქნება თუ დისიჟენი, მაგრამ ვფიქრობ სანდჰეგენმა უნდა გაიმარჯვოს. თუმცა სცენარი აქ შეიძლება ორნაირი იყოს. ერთი მხრივ შეიძლება ძალიან ცეცხლოვანი ბრძოლა მივიღოთ, ორ მხრივად და იყოს აი სასწაულის სანახაობრივი ბრძოლა, fight of the night, მაგრამ არც ის გამიკვირდება რომ იყოს საკმაოდ უინტერესო ბრძოლა. უინტერესო რაც გულისხმობთ, იცით აი დისტანციიდან რომ ჩხლეტენ, არც ისე დამაზიანებლად, მაგრამ აი რომ ჩხლეტენ. მაგალითად, არ გამიკვირდება რომ თელი 3 რაუნდი ეს შორიდან ლოუ-კიკები და ზოგადად აი ტანჩიკები და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, ჩხლიტოს შორიდან, მაგალითად, ეიფარიკაოს კორი სანდჰეგენმა, რომელიც ძალიან კარგი კიკერია მაგალითად, ამ ხრი და ძალიან შორიდი დისტანციიდან დამუშავა მეთოდის კარგად შეუძლია. მოდი არ ვიცი როგორ, მაგრამ აქ ფავორიტად მე წარმოვიდგენია კორი სანდჰეგენი. მივადგეთ კომეინს, ბენუა სენდენი, პედი პიმბლეტი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა. ნამდვილად დაამშვენებდა მთავარ კარტსაც, რომ არა, ანუ ყველგორის დაბრუნება მთავარ ივენტსაც დაამშვენებდა, ჩემი აზრით ეს დაპირისპირება. რაც შეეხება ბუკმეკერების აზრით, მცირე ფავორიტია ბენუა სენდენი. და მე ამას უერთდები, ამ ამერიკული სტილის ისინი არ ვიცი რეპსონების ამბავი, მაგრამ ზოგადად მე კლიანობაში ვაფასებდი ასე. პირველ ორ რაუნდში ვფიქრობ, აი რაუნდ ნახევარში ვფიქრობ, პედი პიმბლეტის თავარი მიზანი იქნება რომ გადარჩეს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ პირველ რაუნდ ნახევარი უბრალოდ შეჭამს ბენუა სენდენი, თან შეჭამს ყველგან ფეხზეც
მიწაზეც კი კარგი გრეპლერია ნამდვილად. კი არა ძალიან კარგი გრეპლერია პედი ბიმბლეტი, მაგრამ მეცნიერად ბენია სენდენის დაიგრეპლერი არ არის. მიწაზეც შეჭამს პლუს ფიზიკურად უფრო ძლიერია სენდენი. კი, დარტყმები შეუძლია ფეხზეც პედი ბიმბლეტს, სხვადასხვა ვთქვათ რომ ტექნიკით დიდად არც ერთი არ წინავს აქ, კრივის ტექნიკით, ასე ვთქვათ, სტრაიგინის ტექნიკით, მაგრამ ვერათ რომ მტრევადი და ვერათ რომ ძლიერი დარტყმები აქვს ბენვა სენდენის. ასე რომ რაუნდ ნახევარი პედი ბიმბლეტმა უნდა იფიქროს რომ გადარჩეს. თუმცა აი რაუნდ ნახევარში თუ არ გაითიშა ან თუ არ დასაბმიტა პედი ბიმბლეტი, ვფიქრობ აი მან უკვე ბენვას შანსები მცირდება. და აი როგორც კი შუა წელს ბრძოლა გადაცდება, ვფიქრობ ფავორიტი იქ იცვლება და ფავორიტი უკვე ხდება პედი ბიმბლეტი, იმიტომ რომ ბენვა სენდენის ნაკლი არის ის რომ როგორც წესი რაუნდ ნახევრის შემდეგ ის იფიტება და იფიტება არა იმიტომ რომ კარდიო არ ვარ გადაანაცვლებს, არამედ იმიტომ რომ არის ის როგორ დასოკოს ენერგია. რაუნდ ბრძოლის დაწყებიდან მიდის ასე ვთქვათ ვაბანკზე და ცდილობს მოკლას, უბრალოდ გაანადგუროს მე. ბენვა ასე იქცევა ყოველთვის ბენვა სენდენი და სადაც რაუნდ ნახევარში რის განმავლობაში უნდა გააკეთოს ეს თუ ვერ გააკეთა როგორც შემდეგ გამოფიტულია ხოლმე. თუმცა მეორე თემა რა თქმა უნდა ამ გამოფიტვისას შეიძლება საკმაოდ დაზიანებული იყოს პედი ბიმბლეტის, ასე ვთქვათ, დარჩენილ დროს პედი ბიმბლეტმა შეიძლება ვერ მოახერხოს, ასე ვთქვათ, ყოველთვის ბენვაზე დაფინიშება და შეიძლება საბოლოო ჯამში მივიდეს საჯების გადაწყვეტილება. საჯები ისე ირჩევენ, ეს უკვე სალკეთება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამ რაუნდი თუ გაგრძელდა ბრძოლა, პირველი ნახევარი ბრძოლის, აი რაუნდ ნახევარი იქნება ბენვა სენდენისკენ და მეორე რაუნდ ნახევარი პედი ბიმბლეტისკენ. თუმცა აი ვისი უფრო წონადი იქნება, ეგ არ ვიცი. ასე რომ, როდესაც ვაფასებდი აქ შანსებს, საბოლოო ჯამში გამოვიდა 60-40-ზე ბენვას სასაგრელო. ვინაიდან პირველ რაუნდ ნახევარში მგონია რომ 80-20-ზე, ან თულად 90-10-ზეა ბენვა სენდენისკენ. და აი რაც შეეხება რაუნდ ნახევრის შემდეგ უკვე ბიმბლეტია ფავორიტი, მაგრამ მარხელა მაინც არ არის რა, იმიტომ რომ იქ შეიძლება ბიმბლეტის კაი დაზიანებული იყოს და ვფიქრობ მან უკვე სადღაც 70-30-ზიან, 65-35-ზეა პედი ბიმბლეტისკენ მეორე ნაწილში ბრძოლის. შესაბამისად საშუალოდ რომ შევაჩამოთ დაახლოებით გამოდის რომ 60-40-ზე ბენვა სენდენის წინააღმდეგ. მოგეთ ჩემი ფავორიტი არის ბენვა სენდენი. არ დაგიმალავთ სურვილის მაგ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ჩემი სუბიექტურობა არ მირევს გონებას და სწორად ვაფასებ, იმიტომ რომ ვაღიარებ სუბიექტურობა და ბენვა სენდენის გულშემატკივრობ მით უმეტეს პედი ბიმბლეტთან. საერთოდაც გულშემატკივრობ, მაგრამ პედი ბიმბლეტთან მით უმეტეს. პედი ბიმბლეტთან ყოველთვის მის მეტოქეს გულშემატკივრობ ხოლმე. თუმცა მგონია რომ მაინც ვთოკავებ ჩემ სუბიექტურ მიკერძოებულობას და მგონია რომ საღად ვაფასებ შანსებს და მგონია რომ მართლა ფავორიტია ბენვა სენდენი. და ბოლო ბრძოლა კონორ მაკგრეგორი, მაქს ჰოლოვეი. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ერთხელ უკვე, შეგახსენებთ და იმ ბრძოლაში გაიმარჯვა კონორ მაკგრეგორმა და საინტერესოა რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეორედ ზედიზედ წააგო მაქს ჰოლოვეი. ანუ აქამდე ზედიზედ რო წაგება არ ქონდა ჰოლოვეის, კონორამდე ის იყო შეხვედრილი დენის ბერმუდეს და წაგებული ქონდა სპლიტი და კონორთანაც რო წააგო, შესაბამისად მეორედ ზედიზედ მარცხი გამოვიდა. ამის შემდეგ ორი ზედიზედ მარცხი ქონდა მხოლოდ ვოლკანოვსკისთან, როდესაც კამარი დაკარგა და შემდეგ რევანშში წააგო ვოლკანოვსკისთან ჰოლოვეის და ამის შემდეგ კიდე აი ხა აქამდე არ ქონია ამის შემდეგ კიდე ორი ზედიზედ წაგება, თუმცა ვიცით რომ ბოლო ბრძოლა მას ქონდა წაგებულ ჩარლზ ოლივეირასთან და როგორც პირველად თავის კარიერაში ზედიზედ მეორე მარცხი კონორთან იწვია, შეიძლება ახაც იგივე გამეორდა და ზედიზედ მეორე მარცხი გამოვიდეს მისი მეორე მარცხის შემთხვევით, ზედიზედ მეორე მარცხის შემთხვევით შეიძლება აღმოჩნდეს კონორ მაკგრეგორი. არ ვიცი, აქ ძალიან რთულია მართლა, ბუკმეკერები თვლიან საკმაოდ სუყე ფავორიტად თვლიან მაქს ჰოლოვეის, მესმის, ალბათ ასეც უნდა იყოს, ვინაიდან მაქსი მაინც არის მოქმედი მებრძოლი და რაც შეეხება კონორ მაკგრეგორს 5 წელი თუ მეტი არა საერთოდ რას აკეთებდა, მაგრამ ის ყოველთვის სპორტს არ მისდევდა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ყოფილი სპორტსმენებს და ამიტომაც კონორი არის ნამდვილი სპორტსმენი, აქვთ იმის უნარი, რომ თუ აიძულეს თავი რაღაცა გარკვეულ პერიოდში შეძლონდა დისციპლინის ისევ რეჟიმში ჩააყენო თავისი თავი და დაიბრუნო ფორმა, ასე რომ თლათ იმის იმედზე რომ რა 5 წელი არ უბრძოლია
წარმოვიდგინოთ, რომ კონორს არაფერი არ შეუძლია, მასზე მე მგონი მართებული არ იქნება. მით უმეტეს რომ ეხა კონორი კი გასაგებია, შეიძლება ძალიან დისციპლინებულ ცხოვრებას არ მისდევდა, მაგრამ ოქროში ფორმაში იყო, ვარჯიშობდა ის არა MMA-ში, მაგრამ ზოგადად სპორტული ფორმა შენარჩუნებული ჰქონდა და არ მგონი ახლა გამორიცხული, რომ კონორ მაგრეგორი საკმაოდ ნორმალურ ფორმაში ჩადგეს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, მეგობრებო, რომ მაქს ჰოლოვეიც გასაგებია რომ მალის დონის მებრძოლია რა თქმა უნდა, მაგრამ გასაგებია რომ ძალიანაც აქ არ არის 35 წელი, მაგრამ ზოგადად მაქს ჰოლოვეის ძალიან ბევრ ზიანს იღებდა მთელი კარიერის განმავლობაში. მის ბრძოლებში, ეგ მაგითო მოგწონს მაქსი, როგორც წესი, თვითონაც მაგზების და მეტოქეზე დაბრძოლებს ხოლმე. ანუ თვითონაც ბევრს აზიანებს და თვითონაც საკმაოდ ზიანს იღებს ხოლმე და თან 100 თუ ისე მესმის ძალიან სერიოზული ოპონენტები ყავდა, მაგრამ ბოლოს ამ ბრძოლაში ფაქტია რომ ორჯერ წააგო. თან ორივეჯერ აი ძალიან გაანადგურეს, ერთხელ გათიშა ილია თოფურიამ, მეორე განსაკუთრებულში ჩარლზ ოლივერიამ, უბრალოდ სახით ახოხია, აღეხიდა კანვას. იქამდე მოუგო დასტინ პოირის, ბატონო. მოკლედ, მე სიმართლე გითხრათ, ვთვლი რომ მაქს ჰოლოვეი ამჟამად უკვე განსაკუთრებით ოლივეირასთან წაგების შემდეგ დამჭირდება, რომ უკვე ის მაქსი აღარ არის. ასე რომ მე მოდი გავრისკავ და არ დავასახელებ ფავორიტად მაქს ჰოლოვეის. ვიცი რომ რისკავ, რა თქმა უნდა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა დაასახელოს ფავორიტად ალბათ მაქს ჰოლოვეი, მაგრამ კონორ მაგრეგორი ჯერ ერთი, კონორ მაგრეგორი ძალიან ხშირად ამ საღ აზროვნებას ასეთ უგუმა ატრიალებს ხოლმე და ძალიან ხშირად დაუწესებია რომ მასზე საღი აზროვნებით მარტო რაღაცა ლოგიკით შეიძლება სწორი დასკვნა ვერ გამოვიტანოთ ჯერ ერთი. მეორე კონორ მაგრეგორი დაბრუნდა და ზოგადად კონორ მაგრეგორის დაბრუნება MMA-ისთვის არის ძალიან დიდი დღესასწაული. მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა რო იყოს საკმაოდ ახლო ბრძოლა და აი ცოტა უპირატესობით რო იყოს მაქს ჰოლოვეისკენ რო იყოს უპირატესობით, მაგრამ ახსაკმაოდ მეტნაკლებად ახლო ბრძოლა რო იყოს, არ გაგვიგვირდეს რომ საჯიმა გამარჯვება მისცენ კონორ მაგრეგორს, იმიტომ რომ ახლა როგორ ფიქრობთ ახლა ვისი მოგება რო გაუხარდება? სრულიად MMA-ს საყვარელი ვინმეს კონკრეტულ დანავაიც კი არ გულისხმობ ვინმეს. ზოგადად მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლის ძალიან დიდი ნაწილი, არა მარტო იქ ვინც შეკრებილი მაყურებს, ზოგადად ვინც უყურებს, ვინც ნახავს ამ ივენტს, აი 95% ალბათ გაუხარდება. მე არ ვამბობ იმედი აქვს ამდენს რომ მოიგებს კონორი, მაგრამ ვფიქრობ რომ გაუხარდება თუ კონორ მაგრეგორი მოიგებს. ასე რომ მე მოდი 50-50-ს ვიტყოდი რა. მაინც ბოლომდე არ ვისკავ. ყოველ შემთხვევაში არ დავასახელებ მაქს. კაი, გავრისკავ, მოდი გავრისკავ. გავრისკავ და ვიტყვი რომ 55-55-ზე კონორის სასარგებლო. მithumetes ეს კონორს აქვს იარაღი, როგორ გააჩეროს მაქსი. თუ კონორმა იჭიდავა, მე მესმის რომ კონორი არის ოლივეირა, მაგრამ მაქს ჰოლოვეი არის ძალიან ცუდი ჭიდაობაში, თან კი მაქს ჰოლოვეის წაქცევა ცოტა ძნელი იყო, ასე თუ ისე ქვემს უბუქწონაში ვინდანი პატარები იყვნენ მასზე, ბევრად სიმაღლეს გულისხმობდა ზოგადად. მაგრამ აი სუბუქწონაში და მით უმეტეს ქვესაშუალო ზონაში და ეს ბრძოლა შეიძლება ქვესაშუალო ზონაში, იმიტომ რომ დიდია უკვე კუნთოვანი მას მომატებული აქვს კონორ მაგრეგორს და ეს ვაი სულაც არ არის. თუ კუნთოვანი ზონა მომატებული აქვს და ჭიდაობას აპირებს, ეს დაეხმარება მას. ასე რომ არ გამოვრიცხავ, კი არა და მოდი გავრისკავ და ფავორიტად დავასახელებ კონორ მაგრეგორს. ვიცი, ძალიან ბევრი თქვენგანი გავახარე ამით. მაგრამ თუმცა თავარია ალბათ თქვენთვის რომ თვითონ კონორმა გაგახაროთ. დაველოდოთ კვირას, ვნახოთ რა მოხდება. შეგახსენებთ T-Mobile Arena Las Vegas-ი დილის კვირას გამთენისას დილის 3 საათიდან სეტანტა სპორტზე უკვე დაიწყება პრემიერ კარდიდან რა თქმა უნდა. ვნახოთ რა შემოგთავაზებს დიდი კონორი დაბრუნების შემდეგ. დღეს ამით დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ, შეგახსენებთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ არ გამოგიწერია, თუ ეს ვიდეო მოგიწერეთ, მოიწონეთ კიდეც და რა თქმა უნდა, იყავით ჭანზე. კარგად.